შევატყობთ რა და ძალიან მიგეთ. ვასათია. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. მე გიგო ვარგოვიჩია, ქართულთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი ერთ-ერთ დამხმარებელმა გააკეთა ინფორმაცია, განაცხადი სოციალური ქსელით და დაგვიდით შეხვედრას. ოდიშით ცოტა ადრე გქონდა დრო გამცხადებული, მაგრამ რაღაცა მიმდინარე საკითხების განხილვას მოვანდომეთ გარკვეული დრო, უფრო კონკრეტული საწმელით მოვსული ყავით თქვენამდე და ამიტომ დაგვიგვიან და მოდელობას ხდობთ ამის გამო. მე წარმოგიდგენთ ჩემს დღევანდელ სტუმრებს, რომლებიც თითოეული თქვენგანისთვის ჩვენ მხარდაჭერებს კარგად არის ცნობილი, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი და ბატონი გია ბახტაძე, ჩვენი ქართულთა დიდი გაერთიანების დამფუძნებლები, ინიციატორები, ორგანიზატორები და ასე ვთქვათ, თავიანთი საქმით არიან მოსული. და დღეს სანამ თქვენთან მოვიდოთ ეთერში, მე მინდა პირველ რიგში მაყურებელს უთხრა, რომ ბატონი გემორგიევ ხელიძე შეუძლოდ გახდა და ვერ შეძლო ჩართვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ მუშაობს იმ თემებზე, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს, ყველა ერთად მუშაობთ, ყველა ერთად წარმოგიდგენთ მომავლის გეგმებს და მთავარი სალაპარაკო თემებიც ამის მიხედვით გამოიკვეთება. ბატონი დავით, ბატონი გია, მოგესალმებით. მეც კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დავიწყოთ საუბარი, აგერ გაზაფხული შედის უკვე ნელ-ნელა ძალაში, სიჩქარეს იკრებს ყველაფერი, ჩვენ ზამთარი მაინც გარკვეული აქტიურობისთვის შედარებით ნაკლებად მისაღები პერიოდია და დრო არის, ვიცით რა სიტუაციებიც არის. ქვეყანაში მაინც და მაინც უკეთესობისკენ არაფერი არ იცვლება, ქვეყნის პარტიზაცია გრძელდება 35 წელია უკვე შეუცვლელად, შეუჩერებლად. სამი ხელისუფლება, რომლის მოწმეც გახდა საქართველოს მოსახლეობა, სამივე ხელს უწყობს ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყნის პარტიზაციას, ქვეყნის ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორების, ასე ვთქვათ, დასუსტებას. არაფერი არ გეხდება იმისთვის, რომ ხალხის კეთილდღეობის დონე აიწიოს, ქვეყანამ რაღაცა დიდი სვები დიდი ნაბიჯები გადადგას და კეთილდღეობისკენ დაიძრას, მთლიანობისკენ დაიძრას, ერთიანობისკენ დაიძრას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოლიტიკური ძალები თქვენ დამეთანხმებით, რომ დასავლეთის მხრიდან იქნება ეს აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის მხრიდან თუ სამხრეთის ჩვენს ქვეყანას ლუპით აგვირდებიან, დიდი ასე ვთქვათ, დამზერაა ჩვენს მიმართ მოპყრობილი და რა განზრახვა აქვს, რა ძნელი საწმელია, თუმცა სავარაუდოდ ჩვენ ამას ყოველთვის ვიძახით, ვამბობთ, რომ გარე ძალების ინტერესი ყოველთვის არის მათ სასარგებლოდ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. კაცველი არ ფიქრობს საქართველოს ინტერესებზე, თუ ვინმე ქართული პოლიტიკური ორგანიზაციები რომელზე ფიქრობენ და რაღაცა მაინც არ ჩანს შედეგიდან გამომდინარე, ქართულთა დიდი გაერთიანება არის სრულიად ახალი ფორმატი, მე მგონი თქვენ ხვდებით ამას, ჩვენ რეზერვად მართებით, არც გჭირდება, არც გავიგარებთ არავის, ჩვენ ერთადერთი იმედი გვაქვს თქვენი ქართველი ხალხის დიდი ძალის, დიდი გაერთიანების და ამ შემთხვევაში გაერთიანებული ქართველი ხალხი ნამდვილად იყვის თავისი ხოს. ხომ მეთანხმებით ბატონო? ბატონო დავიწყოთ თქვენგან რას უპირდებით, მეც შევარკვევი ბატონო გია თავს მოსაზრებას იტყვის, მეც როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ გაერთიანებისა ვიტყვი ჩემს მოსაზრებას და აი დაახლოებით მოვხაზოთ ის კონტურები, რასაც ჩვენ ვეპირებით. ვის გაკეთებას როგორ მოგვეცემა საშუალება ეს სხვა საკითხია. ისმენთ. ძირითადად ბატონო გიგლა ხალხი ვეკითხება, ხშირად გვისვავს კითხვას აი კომენტარებშიც, თუ აი სად არის გამოსავალი საბუნყოფებით და როგორ უნდა გამოვიდეთ აი ამ ძიმე მდგომარეობიდან. მოდით ჯერ აი მოკლედ ძალიან მდგომარეობიდან დავარქვათ ყველაფერს. შინაურად კიდევ ერთხელ აუხსნა ხალხს ძალიან გასაგებიანი. ჩვენთან 34 წელია უკვე არის გარედან დასმული რეჟიმი, რომელიც მთლიანად იმართება გარედან და მხოლოდ და მხოლოდ მათ დაკვეთას ასრულებს და ის რაც ქართულ ხალხს ჭირდება აკრძალულია აქტიურად აი ამ რეჟიმს
ამისი მაგალითი არის ის 34 წლიანი უახლესი ისტორია, რაც გავიარეთ ჩვენ და რაც სახეზე გვაქვს. შეხედეთ, უბრალოდ არც ერთი ქარხანა, არც ერთი ფაბრიკა არ აშენებულა. ეს შემთხვევითი ხო არ არის, ხო, მილიარდერი მოვიდა ბოლოს პირიქით განადგურდა ხელისუფლებაში და პირიქით რაც იყო, რაც შეიქმნა საბჭოთა სისტემის დროს, ომის მარხოხებიდანაც გამოვედით, არ მივტირებთ, მაგრამ რაც იყო ეს გიგანტური ყველაფერი წარმოებები, მთლიანად მოსწეს და გაანადგურეს ესეც. ეს დავალება იყო. აბსოლუტურად დავალება ის, რომ ესე იგი იმ დონეზე გააპარტახონ ქვეყანა, რომ აქედან მუდმივად გარბოდეს ქართველი ხალხი და დღეს უკვე ყველა ხედავს იმას, რომ იმდენად გეოპოლიტიკურად, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიას, რომ რა თქმა უნდა ამის მიზანი აქვს დიდ იმპერიებს, რომ საქართველოს იქცეს ქართველების გარეშე ტერიტორია. ამისი მაგალითი არის, მე ამას წინათ გადაცემაში ვყავდა პროფესორი ჩოლოყაშვილი, ბატონი ივანე ჩოლოყაშვილი, რომელმაც კვლევები ჩაატარა და აი ამ 64 ქვეყანაში 492 სოფელი არის უკვე მკვდარი, აი ამ 34 წლის მანძილზე. მკვდარს ვეძახი იმას, რომ არც ერთი ადამიანი აღარ არის იქ სოფელში. ცარიელია მთლიანად. ჩვენ ვნახეთ რა კატასტროფული მდგომარეობა იყო თიანეთში რომ ვიყავით, ხო? ადამიანს ვერ დაინახავდი რაიონში, სოფელზე აღარ ვინახავდი. უმძიმესი მდგომარეობა, ესე იგი, ყველაფერი მოსწეს, მრეწველობა მოსწეს, ეროვნული წარმოება მოსწეს, სოფლის მეურნეობა მოსწეს, აგერ ბოლოუსმას აჭედებენ განათლების სისტემას და რა გაკეთდა, ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყანაში საბანკო სამევახშეო სისტემა არის აყვავებული, მილიარდობით ფულს შოვრობენ ბანკები ამ გაღატაკებ და ხაზი გაუსვათ იმას, რომ ყველა ბანკი უცხოელისა და ქართული ყველა საქართველოს ბანკი ქვია, თორე ამერიკელებისა, TBC-ა და ბრიტანელებისა და ლიბერტია კი არ ვიცი, ხო რუხაზე იყო, არ ვიცი, ვინ არის ფული ოცნებები და იმედი დათმო 50%-ზე მეტი დაადო პენსიონერს კრედიტზე, გადასახდენ, წარმოიდგინე ასეთი რამე დედამიწაზე თუ სადმე არსებობს, მე არ ვიცი და არ მეგულება არ. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა და ქვეყანაში მარტო ყვავის აზარტული თამაშები, კაზინოები, რომელიც ხორცმაგებისავით არის მაღაზიები და გახსნილი, რომ რამდენია ახლა ვერსდაფი, აჭარაბით, კრისტალბეთ, კროკოდილები, თუმცა ამაზე ლაპარაკს და ონლაინ კაზინოებში ზის ეს უმშევარი ხალხი და უარეს დღეში ვარდება კიდევ, ხო, განულებულია ყველაფერი ძაცვარენ და ამხავს. და არის მეორე ეს საბანკო მევახშეობა და ეს ფარმაცია აფიაკე, რომელიც ძაცვარენ მოწყალო ხალხს. აბსოლუტურად არაფერი არ არის და შედეგი სახეზეა ერთადერთი გამოსავალი აი ამ ქვეყანას რაღაცა ეშველოს. ეს არის ის კურსი, რომელიც ის ფორმულა, რომელიც ჩვენ ვქვით, ჯანსაღი ქართველი ხალხის გაერთიანება. თორემ რას აპირებს უკვე ქართული ოცნება რა შესთავაზა ხალხს, კი ხედავთ ბატონო გიგლა, მე ასეთი რამე არ გამიგონია თვით კომუნისტებსაც კი, რომლებსაც ჩვენ ვებრძოლით და გამოვედით იმ სისტემიდან, ქონდათ ასეთი რამ, რომ თუ ადამიანს დააპატიმრებდნენ და საჯელს მოიხდიდა, პარტიიდანაც გარიცხული იყო და აღარავითარი პერსპექტივა არ ექნებოდა მაღალთანადობებზე. ესენი რაღაცა კატათალოგობას ეთამაშებიან, დაიჭერენ ამ იმას რა ქვია, ვითომ ოპოზიციონერებს შასავენ, მერე გამოუშვებენ, მერე ისევ დაიჭერენ, ისევ გამოუშვებენ და ახლა კოალიციას ქმნიან რაღაც ახალს და ვითომ აი ახალი ოპოზიციური ძალა იქნება ისევ. ისევ აი ეს სიცრუის კალუსზე უნდა ატრიალო ქართველი ერი, აი ეს არ გვაქვს სახეზე. ამიტომ ჩვენ ახლა თანდათან ვისაუბრებთ აი ბატონ გიამაც ისაუბრებს და შემდეგ კიდევ განვაცხოთ, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. კი ბატონო, მაშინ შემოვფარგლოთ ახლა თქვენი ზოგადი შეფასებით სიტუაციის. იგივე ხო ბატონ გიას ზოგადად შეფასება სიტუაცია და მე კონკრეტულად უახლოეს ხანებში ქართულთა დიდი გაერთიანება გია ბატონო რას ვეპილებით, რას ვეუბნებით ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს კომანდებს. გესმენთ? მოსახლეობის შენელს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე
როდესაც ქართველი კაცი ქვეყანას მასიურად ტოვებს და ის მიიმედობის განცდა რაც წლების განმავლობაში გააჩნია მას ძალიან რთული არის კაც რაიმე შეფიქრება. იმიტომ რომ ისევ იმ ქართველი კაცის ნებით უნდა გახორციელდეს თუ რამე გახორციელდება. ჩვენ რაცა უნდა ვილაპარაკოთ მათგან არ არსებობს რაიმე გამოვიდეს თუ ყველა ჩვენგანმა ისე და ისე საქართველოს მოქალაქემ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ დადგა იმ ხალხის გვერდით, რომლებიც გულწრფელად ფიქრობდა ამ ქვეყნის გადაჭიმაზე. როცა ეს არ ნათქვამი, აი როდესაც იბრძვი ყოველთვის შეიძლება ვერ გახურდეს ხონს და არ გამოგივიდეს ისე როგორც გინდა, მაგრამ როდესაც უკვე შენ ბრძოლას თავს ანებებ, უკვე დამარცხებული ხარ. და მე მინდა აქედან ქართველებს მიმართო, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. და იმ 1000 წლების განმავლობაში ის ნაწრთობი ქართული ფესვი, რომელიც ქართულ გენეტიკაში არის ღრმად და დღეს ატომღაც მიძნებული, თავის სიტყვას კვლავ იტყვის. მე მაშინ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი ერის ასე ხელგასმით გადასწორ და გადაშენება არ არსებობს. და ისევ ეს ჩვენ უნდა ვქნათ. იმიტომ რომ ჩვენი ფაქტურად ხვანდელი დღე არის დამოკიდებული რა თქმა უნდა ღვთისნებაზე, მაგრამ ღმერთი დაზგოვნება. შენ უნდა იყოს. შენ უნდა შეძლო საკუთარ თავში ძალის მონახვა, რომ ყველაფერს ამას რაც დღეს საქართველოს ხდება, წინანდ გაუწიო და მერი არის უკვე ღვთისნება შემოეჩი და მე ახლა მოუწოდებს უყოლეს რომ შევეცადოთ, რომ ისევ ჩვენ შექმნათ პოლიტიკური გარემო და რესტრიქცია და ეს ყველაფერი საქართველოში თორემ. სხვის იმედზე ახლა რომ გამოდიან დღეს და ზოგი ახლა რაც ხდება დღეს სოფლიოში ამ ირანში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მე ახლა მინდა გავიხსენო სვიად გამსახურდიას ნათქვამი, როცა ახალი დაწყებული იყო ყარაბაღში არეულობა, მაშინ თქვა მან ასეთი რაღაცა. სანამ კავკასიას იმპერიის თათი ადევსო, დღეს გამოსულა ღიად და იმის თქმა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ჩვენ ვერ კარგად ვიცით ქართველებმა თუ ყარაბაღი ვისია და როგორ და რა, დღეს ან დავიჭიროთ ხარი აზერბაიჯანელის, ან დავიჭიროთ ხარი სომხების, არ შეიძლება. ეს იყო სწორი პოლიტიკა. ისევ როგორც დღეს, რაც ხდება დღეს ირანში, ჩვენ ღიად გამოვიდეთ, ან ირანელებს დავუჭიროთ ხარი, ან დავუჭიროთ ხელი ხარი თქვა ნატოს იმ ქვეყნებს, რომლებმაც დაიწყეს ყველაფერი ეს, არანაირად გამართლებულია და არ მივახსენებ მე ხალხს, რომლებიც დღეს გახარებულები არიან მოსწავლეებზე და იზრახიან, რომ აი რა კარგია, რომ ირანი იმომება და ვერც იმათ ვერ გაუგებ, რომლებიც დღეს ამ შემთხვევაში პირიქით არიან თქვა მეორე მხარეს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი ქართული პოლიტიკა, ჩვენ უნდა იყოს დამოუკიდებელი ყოველგვარი რაღაც სხვა ზნობებიდან გამომდინარე და მე დარწმუნებული ვარ ქართული კაცი საკუთარ თავში ამის ძალას ნახავს და შევეცდებით რომ რაღაცნაირად ქართული დამოუკიდებელი პოლიტიკა ვაწარმოოთ და ეს არ იქნება მხოლოდ ვიღაცის უცხოელის კეთილება, თორემ ხელისუფლება კვლავ შეიძლება ხალხო. რა თქმა უნდა. ალბათ თუ კარგად შეიძლება, მაგრამ უდიდრობა ის არის რომ დღეს ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ კვლავ მოვა ისეთი ხელისუფლება სათავეში, რომელიც უცხოს კეთილნებით იქნება ნაკანახები და ეს რო არ მოხდეს კიდევ ერთხელ. და იმ შეყრული წრიდან გამოვიდეთ, ამიტომაც უნდა მოუზრდოთ ქართველებმა საკუთარ თავში მიზალა, რომ კიდევ ერთხელ თქვათ ჩვენი საქმენი, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია და ასეთი ქართული ძალა არის ჯანსაღი ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოში არიან და ჯერ კიდევ მე ასე ვიტყოდი მათი იმედი მაქვს. კი ბატონო, მეც დავამატებ ბატონო და ქალბატონო ორ სიტყვას. სიტუაცია მართლაც მძიმეა მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა ვეთანხმები ბატონ გიას და ყველა საქართველოს პოლიტოლოგი იქნება ეს თუ ეგეთი ქართველი მის მოსაზრებას, რომ ამ ეს ომი ჩვენი ომი არ არის, რაც არის შექმნილი, ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით ამ შემთხვევაში და მხარეთ არც ერთის მხარეს არ უნდა გამოდგინოთ. ხვალზე ისეთი პროცესები ვითარდება და ისეთი სისწრაფით, რომ ჩვენ არაზღვარგებს ან ერთის მხარის მიკორძებით, ან მეორე მხარესთან ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ დავიცვათ უნდა ჩვენი ქვეყანა მივხედოთ ჩვენს პრობლემებს, უფრო მეტად ჩავიხედოთ და შევაფასოთ ის საფრთხეები, რაც გარედან მოდის, რაც ზოგადად იქნება გლობალური მასშტაბით მთელ მსოფლიოში და ასეთ სიტუაციაში შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის მდებარეობა
და მისი ფუნქცია, რომელიც ეს არის პრაქტიკულად აღდგა და ყველაზე გამოკვეთილად ჩანს. აი ეს ფუნქცია უნდა გავისიგძეგანო და თითოეულმა ქართველმა, მეგულისხმობ ისე და ისე და ხალხს უსვამ ამ სიტყვას. ადამიანს მომწონს ეს სიტყვა, სარმა ქართველმა უნდა გაიაზროს მისი სამშობლოს ადგილი, როლი და ფუნქცია შექმნილ ვითარებაში. არ არის გადაწყვეტილება მარტივი მისაღები ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ დარაჯად და მცველად და გუშაგად უნდა დაუდგეთ ქართულ საქმეს. ეს არ მინდა პოლიტიკური დონის სიტყვები იყოს, მინდა აგერ გაზეთური შემოვიდა უკვე, უფრო ასე ვთქვათ, დაახლოება სიტუაცია, ალბათ შეიცვლება შლეგი პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული დღის წესრიგი მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენ უნდა მთელი ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ქართული საქმეების კეთებისკენ, ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ, ქართული ინდუსტრიის აღორძინებისკენ, ქართული სულიერების დაცვისა და შენარჩუნებისკენ და მე ყოველთვის ყველა ჩემს გადაცემაში ხაზს უსვამ ხოლმე უმეტესად ასეთ მიდგომას. ქართული გონის, ასე ვთქვათ, ქართული ინტელექტუალური ასე ვთქვათ, პოტენციალის გამოყენებას, რომელიც საერთოდ პრაქტიკულად ნულის დონემდეა დაყვანილი საქართველოში, ცალკეული ეფექტების მიხედვით რა. ხმა დაბალზე ისმის მოგწევს. ცოტა ხوارმა აგერ პასონი დავიწყე შემოაწოდეს ინფორმაცია ცოტა დაბალ. ახალი მიკროფონები გვაქვს ჩართული და მაინტერესებს ჩვენ ტესტავთ. თან ტესტავთ. დაგვიწერეთ. დაგვიწერეთ ხოლმე ასეთი. თორქვა ცოტა მამაღლავი და რაკეთ. ხო, რა ვიცი, ასე შველისეს, მაგრამ მიკროფონებმა უნდა გაგვიმართოს, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანია უბრალოდ რაღაცა ტესტურ რეჟიმში მუშაობთ შეაკიდო. და იმის თქმა მინდა, რომ ქართულთა დიდი გაერთიანების გარშემო შემოგრებულმა ხალხმა საკუთარი ბედით თვითონ უნდა გამოჩნდეს შემოძერბასება სხვა გზა და საშუალებით ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს, ჯერ კიდევ არის დიდი ნაწილი ქართველების საღად აზროვნებს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ეს ყველაფერი და არ უნდა მიუშვათ ნებას გვეყო ეს 34-35 წლიანი პარტახიზაცია პარპაში და თარეში გარე ძალებისა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ისე როგორც ეს სიტყვაზე ვამბობ, ცნობილი ფენომენია ისლანდიის კანონის კონსტიტუციის, რომელიც ისლანდიელმა ხალხმა მიიღო და გარედან, ანუ იგივე ამერიკიდან მიღებული შეკვეთა არ შეასრულა, თორემ გარედან მათაც დაუწერეს, ისევე როგორც ჩვენ გვიწერენ ჩვენს კანონმდებლობას და კანონმდებლობის ზოგიერთ სფეროში, ასე ვთქვათ, ნორმებს და უხლებს და კონსტიტუცია, აგერ ვენეციის კონვენციასთან თუ არ შეთანხმდით, თურმე ჩვენ ქართველებს არ შეგვიძლია კონსტიტუციის დაწერა და ერისთვის მისაღები უპირველესი კანონი შექმნა. ამით გძელდა ახლა მესაუარი, ახლა ბატონ დავითთან გადავალ ესე შეკითხვით, არ ვიცი გამოსწორდა თუ არა ხმა იმედია მომწერენ, ხო? ხო, ну, ყოველ შემთხვევაში ვათვალიეროთ ეს ყველაფერი. დავით ბატონო, ახლა უკვე კონკრეტულად უფრო კონკრეტიკისკენ წავიდეთ და უთხრათ ხალხს, რას ვეპირებით, აი უკვე აპრილიდან მაისი, მარტის დარჩენილი პერიოდიდან რით ვიწყებთ, რას ვაკეთებთ? დღესაც ბატონო გიგელა ჩამოსულები იყვნენ გორიდან დელეგაცია. 19 სიახლოვე ჩვენს პარლამენტს. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ დაახლოებით 35-40 წლის სასახლეში. რეაქცია ყურადღება ახალგაზრდები განსაკუთრებით აქტიურობენ და გვერდებენ და ძალიან კარგი ნიშანია ბატონები. ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც შემოგვიერთდა. თიანეთიდან ძალიან გასაგებია გორდეგაში შემოგვიერთდა. და იყვნენ დასავლეთ საქართველოდან, ვიცი თქვენ დაახლოებით 15 კაც, 19 კაც შემოგვიერთდა. ეხლა დღეს იყვნენ და ჩვენ აქტიურად უკვე თითქმის გადავწყვეტეთ, რომ იქით ქვიეს ალბათ 22-ში, 22 წელს ჩვენ მოგვიწევს აუცილებლად გორში ჩასვლა ქართველთა დიდი გაერთიანების დამფუძნებლებს და შეხვედრა იქ ხალხთან. თორემ გადავწყვეტ ახლა 22-ში ეს ორგანიზაციულად როგორ გადაწყვეტება ის? ნუ უახლოეს ხანებში არის რა ქვია, ძე საათი ადგილი და ეს ხო, ამიტომ უახლოეს ხანებში ავხსნათ და უთხრათ. უბრალოდ ეს პირობა მოუწეს, იმიტომ რომ მაინც საზოგადოება მიცოდესო და იქ შევხვდებით ხალხს გავაცნობთ ყველაფერს ინფორმაციას, მივაწოდეთ ყველა ინფორმაციას თუ რა სიტუაციაში ვართ და რა მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩვენ საქართველოს. და ჩვენ ალბათ გორის შემდეგ პირველი რასაც დავგეგმავთ ალბათ გვესწრება ბატონიგიას
ამაზე ბატონი დებულის ქუთაისელია და ჩვენი ერმილენევსაძე ქუთაისელია და ალბათ ყველაზე მასშტაბური პირველი რაც დაიგეგმება ალბათ დაიგეგმოს ქუთაისში. ნახოთ ეს აღდგომამდე იქნება თუ აღდგომის მერე სერიოზულად უნდა მომზადდეს და ეს იქნება რაც შეეხება რეგიონალური შეხვედრები გაგრძელდება მერე შემდეგში უკვე სადაც ყველა რეგიონს მოვიდა სადაც პროექტი არის თავიდან ჩვენი რეგისტრირებული ხალხი უკვე იქ გეგმა ხოლმე გასვლებს და საკმარისია თავიდან ჩვენი რეგისტრირებული 10 კაციც რომ იყოს ჩვენ ჩავდივართ ადგილზე ხვდებით ყველას და ვაარსებთ იქ უკვე გრუპებს ხო ადგილობრივ სტრუქტურაც ასეთი გვაქვს თუ ვინც იქნება რეგიონის ხელმძღვანელი რაიონის ხელმძღვანელი თქვა ეს ქალაქებია თუ რაიონებია ისინი ხდებიან სათათბიროს წევრები თავად სათათბიროს წარმომადგენლები ამ ჩვენი გაერთიანების საერთოდ ბატონო გიძლა მაინც ისე იქით უნდა გადავერთო რომ ჩვენი ძირითადად ეს ძალის საკრება ალბათ იქ საღამოა იყო ეს საზოგადოებაში აი კიდევ ხომ არ დარჩა რაღაცა რეჟიმი რაღაცა გამოასწოროს ზოგიერთებში კიდევ არსებობს ის რომ აი გონიათ რომ იქნებ მაინც რაღაცა ეშველოს რაღაცა გამოსული აბსოლუტურად არის ნულისტური ეს ყველაფერი თქვენ ნახეთ საზოგადოებას როგორც ცინიკურად ექცევიან უბრალოდ თუნდაც აი ბოლო დროს ავტომობილებზე რომ კანონი გამოსეს 6 წელზე დაცინვა ეს ახლა უკან დაიხიეს არ ვიცი მე ეს სრული თაღლითობა ვითომ უკან დაიხიეს და საბაჟო განბაჟება დადეს ესე იგი 2000 კუბური მეტრის მოცულობის მანქანაზე ანუ 2000 ეძახით 0.80-დან აწიეს 4.5-ზე ანუ რო შემოიყვან ასე ძველ მანქანას იმას მოუწევს 9000 ლარის გადახდა საბაჟო და ადრე მოუწევდა 1600 ლარი მაქსიმუმი. ეხლა უწევს 9000 ლარის გადახდა. ეხლა უწევს 9000. მე წარმოიდგინე. აი ის სხვა მანქანა საერთოდ არ არის იმდენი. ფაქტიურად ეს იგივეა, რომ არ შემოიყვანო. განარამეზე უკან დაიხო. ოდნავ მაინც არ გაიუნიჯებოდა ქართულმა. ეს აპრობირებულია ესრეთოდ. ნახეთ უნივერსიტეტების გაერთიანება. იგივე იყო. ბატონო, იგივე მოხდა და სინამდვილეში ვითომ უკან დაიხიეს და გპ-ში ტექნიკურ უნივერსიტეტში ამცირებენ მომავალ წელს და 14000 სტუდენტით 8000 სტუდენტი კი ბატონო და ის რაც უნდა თან ორი დიდი კორპუსი სიტყვით და ალბათ არაბეთზე გაგიგიანდე იგივე ძალაში არის ეს და მიზანი მიღწეულია ამ დროს თვითონ ვითომ უკან დაიხიეს სინამდვილეში თვალშინასაც საქმეა ხო ამას მოყვება რა თქმა უნდა პედაგოგ მასწავლებლების იქ რა ქვია შემცირება და ფაქტიურად ყველაფერს წერტილი ესვა განათლებას ანადგურებენ. ისევე აი ნებისმიერი ამათი დიქტატორული კანონები აიღება. ტროტუარებიდან დაწყებული სიტყვის თავისუფლება საერთოდ. სიტყვის თავისუფლება სერიოზული საფრთხე დაემუქრა უკვე. ვერ დადგები ვერსად რომ თავისუფლად გამოხვიდე და შენი კონსტიტუციური უფლებებით არის მონიჭებული და სიტყვის თავისუფლება და ხმა მოიღო სამართლებაზე შეუძლია უკვე აი მოიგონოს ჩვეულებრივად პოლიციამ თქვას რომ შენ იქ გამრევს ვიღაცას ხელი შეუშალი ტროტუარზე და გაგამწესვა ნიღაში დაგაპატიმრა აი ეს უკვე აღარ უნდა გაატაროს ქართველმა ხალხმა ხედავთ უკვე საიტის ეს ყველაფერი და ამ დროს ამასთან ერთის ის რომ თლიანად გვიყიდიან სამშობლოს ამიტომ ჩვენ რაც უფრო მალე ავკრიფავთ ეს გორი იქნება, ქუთაისი იქნება, ბათუმი იქნება, მთელი საქართველო მით მალე გადავალთ იმ კონკრეტულ გზაზე, რომელიცაც გაიარა ბატონ ზვიად გამსახურდია. ჯერ აკრიბა ძალა და აიძულა კომუნისტური რეჟიმი მიეღებინა სამართლიანი საარჩევნო კანონი. ეს არის კონსტიტუციური გზა და სამართლებრივი გზა. რა თქმა უნდა ამ გზის გავლა აუცილებლად მოუწევს ქართულ ხალხს და რაც უფრო სწრაფად აიკრიბება ძალა რომ ეს მიაგებინო, სხვანაირად ვერ მიაგებინო, თუ ძალა გვიქნება. აი ეს არის გასაკეთებელი. ამით გადაწყდება წელში აი ეს მახინჯის სისტემა, გამყიდველი რეჟიმი,
სხვანაირად სხვა გზა არ არსებობს. სხვანაირად უკვე ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებას ვერ დავიწყებთ და ჩვენ ამის მომხრეები არა ვართ, მით უმეტეს ჩვენს ხისეზე გადაიარეთ ყველაფერი. თუ ვიცით მისი შედეგები, ქვეყანას რა შედეგები მოუტანა ამან, ამიტომ ამას გამოურიცხავთ ჩვენი გზა სამართლიანი, სამართლებრივი გზით, კონსტიტუციური გზით. გვინდა რომ ამ ქვეყანაში ერთხელ სამუდამოდ ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება აირჩიოს ვინც უნდა თავის ქვეყნის მმართველად და არა ის მუდმივად თავზე დაგასვას გილჩი მევახე ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობა აიხლა რომ გამოიყვანეს ციხიდან მე ისევ შეკრიან დავიცი მე ისევ გამოიყვანებენ და ესე ახლა ამას ამ კონცეპტზე უნდა უყუროთ ეს ყველაფერი ბატონებო და ახლა ახლა ბრძანებთ ეს ეკონომიკური პრობლემები და მთელი რიგი საკითხები რომელიც შეეხება ქართულის პრობლემებს ხორციელდება გეგმაზრულად მაქსიმალურად კეთდება რომ ხალხის ენერგია ამ მეორე ხარისხოვან პრობლემებზე იყოს აკუმულირებული და სინამდვილეში განახორციელება მის რასაც ქვია ძალაუფლების შენარჩუნება. მათ ინტერესია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება არ აქვს მნიშვნელობა რა ფასადაც ამოდოთ. მათ იციან ერთი მთავარი რომ ხვანდელი დღე და ხელისუფლებაში მათი ყოფნა დამოკიდებულია არა ქართველი ერის კეთილნებაზე, არამედ უცხოეთში მყოფ გარე ძალებზე. ამაზე ყველაფერი აგებული და სანამ ჩვენ არ დავანახეთ ამ ხელისუფლებას რომ ქართველი ერი მეტნაკლებად ნახულობს საკუთარ თავში ძალას და ერთმუდად იკურება და ქართველი ერია მოწადინებული იმის რომ მოახდინოს ხელისუფლების თვითონ დამოუკიდებლად მოყვანა უცხოელების ჩარევის გარეშე არაფერი არ გამოვა. კი, ბევრი იყო ახლა რო არ ჩვენ ახლა შევანაძის მერე სააკაშვილის რეჟიმი, შემდეგ ეგრეთ წოდებული ხონდა ვარდების რევოლუცია, შემდეგ ბიძინა როგორ მოვიდა, ფაქტიურად ეს იყო ხელისუფლების გადაბარება. ხალხის შეცდომაზე შეყვანა. ჩაატარეს მთელი რიგი კონცერტები, დადგმული სპექტაკლები, რომ რაღაცნაირად ხალხის შეცდომაზე შეეყვანა და ამის ხარჯზე მოხდა ხელისუფლებაში კვლავ იგივე რეჟიმის შვილების შენარჩუნება და არაფერი სხვა. ჩვენ ამას უნდა ვხვდეთ, რომ ხვანდელ დღეს თუ იგივე გამიმეორეს არა თუ ქართველი არის საქართველოს არეგება მომავალი. თუ თავის დროზე გამსახურდია დაიწყო ეროვნული გამართლებული მოძრაობა და ამის გარშემო შეიკრა მთელი ერი, დღეს ჩვენ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ. დღეს უკვე ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნაზე მიდის საკითხი. თუ მაშინ იყო საუბარი დამოუკიდებლობაზე, დღეს ყოფნა არ ყოფნაზეა და თუ ამას ჩვენ ვხვდებით და კიდე ვიღაცის იმედი გვაქვს უცხოელის, რომელიც რომ ერთმოუწევს კიდე რას მოიფიქრებს და რას ახალ მანიპულაციას შემოგთავაზებს, მაშინ ჩვენი ქართველი ერის და საქართველოს ხვანდელი და ჩათვალე არ არსებობს და ამიტომაც აუცილებელი რომ ჩვენ გავაფხიზდეთ და მივაქციოთ ყურადღება ისეთ ხალხს, რომლებიც გულწრფელად არიან მოსული, არა იმიტომ რომ რაღაც თანამდებობები შემდგომში თუ როგორც იქნება პოლიტიკაში თქვა მოიგონ და რაღაც პირად ინტერესები გაატარონ, არამედ მართლაც აწუხებთ ამ ქვეყნის ბედი. თუ რა ხდება დღეს? აი დებატები დაიწყო ხელისუფლებამ. ვინ მოყავთ ხომ უყურებთ? მოყავთ ისეთი ხალხი, ვითომ ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული დებატები კეთება და ის თავარი საკითხები, რაც ქართველებს აწუხებს და აწუხებს ამ საკითხებზე საერთოდ საუბარი. ესა ყველაზე მთავარი და ოპოზიციას ვის მოყავს, ისეთი ხალხი მოყავს თავის დროზე ქვეყნის დამხობაში, გადატრიალებაში და ათაზუბედურებაში, ათასნაირ გარიგებაში მონაწილეობა რო მიღებული და ასეთი ხალხი უწევს ვითომ ოპოზიციას ხელისუფლებას და რა ჩანს. როცა უარგისი გამოდის ოპოზიციონერად, როცა მე ვიცი რომ და შენ იცი ქართველმა კაცმა რომ ის გასვლილია 1000 მახინძაზე, შენ ფიქრობ რომ ის იმაზე უარესია და მე რომ ოპოზიციას შენ უარესი ყავს, მე მაგით ვერ შევხვდები ხელისუფლებას. და სურვილი ის რომ მოიყვანონ ახალი სახეები, დაუძახონ მათ, რომელთაც არ აქვს თავისი წარსულიდან ცხოვრებიდან გამომდინარე გასვლილი საკუთარი ბიოგრაფია, ასეთ ხალხს ესენი ერიდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ მოიყვანონ კვლავ ისეთები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ათასნაირ პრობლემებით გაჭედილები ყავთ. როგორც კონსტანტინე გამსახურდი იყო და უკან საყივარები აქვს, უკან წარმოსაცაკებელი და რასაც უნდა იმას რომ გააკეთებინა. აი მაგამდე უნდა მივიდეს ქართველები მაგ შეგრძნებამდე რომ აი ასეთი ხალხის გაერთიანებით გადარჩევა მქონდა ხოლმე ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება შეკრებებს ჩვენ ახლა რეგიონებში დავდივართ ქუთაისშიც დავანონსეთ შეხვედრას, ეს არ იქნება თქვა უბრალოდ შეხვედრა, ამით ჩვენ დავანახებთ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მომხრეებს და იმ ხალხს, რომელთაც იმედია გაცვლებული რომ ქართველი ერი კვლავ ძლავრობს, ჩვენ ახლა ფაქტურად უსწრუის პირას ვართ უკანებული. მეტი პრობლემა რა უნდა შევეფიქროს. და ვიცი ახლა რომ ნათქვამია ჯერ კიდევ
გრიგოლ ოპაკიძეს მერია გამეორებული მერაპოსტოვას რომ ქართველიერიო როცა მიადგებაო და დადგება პრობლემის წინაშე მაშინ ერთიანდებაო და გრიგოლ ოპაკიძესთან რა თქმა უნდა უფრო უკეთ რომ აი ქართველი ერი დუნია და მოყალულია მაგრამ უსპულის პირას მიყენებული დაჭრილი ვერხვის შიშმაგი თვითნებოსო უსპულის პირას მიყენებული კი არა უკვე ვარდები შემდეგ სანამ ჯერ კიდევ დროა ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში იმის ძალის მონახვა რომ გავერთიანდეთ ისევ ქართველები ახლა შეიძლება ვიღაცა თქვას იყო რამოდენიმე გადაცემა ჩვენ ეთერში რომ მოგვიწია დებატები და შეიძლება მწარეთ კიდეს მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი შეიძლება არ მოეწონა რაღაცები ყველაზე მთავარი ჩვენი დებატებში გამოგვეთით ჩვენ გავერთიანდებით ყველასთან არა აქვს მნიშვნელობა ის ადრე კომუნისტი იყო თუ არა თუნდაც უჩისტი არა აქვს მაგასაც მთავარია ის ქართველი იყოს თუ კაცი გამოვა და იტყვის თავის საქმეს და მოინანიებს იმას რაც სამიდროში შესწრება დაშვებული ჩვენ ასეთ კაცას დავიყენებთ გვერდში რა თქმა უნდა შეიძლება მას პირველი სიტყვა ვერ თქვას მაგრამ ჩვენ ნებისმიერ ქართველს რომელსაც დღეს სურვილი აქვს ქვეყნის გადარჩენის ნებისმიერს დაუდგებით გვერდში არ აქვს მნიშვნელობა რა თავდებას არის მოსამუშევარი და რა პრობლემის მას ადრე ცხოვრებაში არ უნდა ქონდეს ამიტომაც მოუწოდეთ ყველას სანამ ჯერ კიდევ დრო გავერთიანდეთ გამონახავთ საერთო ენა შევეცადოთ დავდგეთ და გავერთიანდეთ და თქვათ ის რაც უნდა თქვას ქართველ კაცმა მე დაწუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლოთ იმიტომ რომ ქართველი ერის გზა როგორც თქვამი არის ძალიან რთული ძალიან ძნელი ეკვიანი მაგრამ საბოლოო ჯამში ღვთისნებით არის გამარჯვებისა და ჩვენ ამას მივიღებთ კი ბატონო ამაც მოგახსენებთ დებატებს თუ შეიძლება მე შევეხები დებატებს კი ბატონო მოგხსენებთ ახლა ეს მათქმევინეთ ბარემ ამ საკითხებზე თქვენ მოისმინეთ რომ ბადამაგეამ რამადამადამეთმა ხაზზე გაუსვეს ჩვენს უახლოეს გეგმებს ეს არის ჩვენი აქტიურობა ისევ და ისევ ხალხის ბოლომდე გამოსაფხიზლებლად შესამართად ვიტყვია და იმედი მაქვს გორი თავისი თვალსიტყვის და გორშიც და გორის გარდა აი პრაქტიკულად სხვა რეგიონებით ჩაერთვებიან ქუთაისმა თავისი სიტყვა უნდა თქვას დღეს ეს მე ვთქვი სანამ გადაცემაში ეთერში შემოვიდოდი ბატონ გიას უთხარი ბოლო ქვეყნის მეორე ქალაქია მეთქი და აღმოჩნდა რომ მეოთხე ქალაქია რა ბატონია რაოდენობის ან ეს ინდუსტრიული ქალაქიც გაპარტახდა ინდუსტრიული თვალსაზრისით ქუთაისი განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქებისგან აი ზუსტად ქუთაისში აისახება ის პრობლემები რაც ხდება საქართველოში თბილისი გაიზარდა რაოდენობით ბათუმი საკმაოდ გაიზარდა რუსთავის გაიზარდა და ერთ-ერთი ქუთაისია და ჩემი გუბერნატორი მონებოდი ფოთის რომელიც აი განახლდა რაოდენობით აი ქუთაისში ეს და იმერეთში შეიძლება ითქვას შედარებით ყველაზე უფრო სუფთა ქალაქში ქართული სისხლის დაბარებულნე აი ყველაზე რეალურად იგრძნობა პრობლემა ხო იგრძნობა იმიტომ რომ ხალხი იძულებული გახადეს გაქცეულიყვნენ იქიდან დაეტოვებინათ ქალაქი სადაც ინდუსტრია მოსპეს ფოთშიც იგივე გააკეთეს ფოთის გემშენებელი ქარხანა გააუქმეს გაყიდეს გაასხვისეს და ასევე სხვა ესე ნებისმიერი ინდუსტრიული საშუალო თუ მცირე თუ დიდი გიგანტური წარმოებები ჯართებად გაყიდეს უცხოელებს შევუდგეს ხელში და თუ რამე მუშაობს ისე და ისე უცხოელები არიან ყველაფრის პატრონები და ფლობელები ამიტომ გამოფხიზლებას მართლა წინ არაფერი არ უდგეს და ეს უნდა მოხდეს მე ვეთანხმები ადამიანის პათოს ჩვენ ხელს გაუწოდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება გულწრფელი სინანული და არა ის რა ქვია ცხრატყავ გამოცვლილი ვიღაცები ისევ რომ დააპირებენ გაერთიანების გრიფით და გაერთიანების ასე ვთქვათ ხელდასმით კიდევ ერთხელ შემოვიდნენ კიდევ ერთხელ მოატყუონ და სრულ დაპირებები გაავრცელონ ხალხის თვის თვალის ასახვევად ჩვენ ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ სინამდვილეში თუ გულწრფელად იქნება მონანიებული თუ ყველაფერი აი ამ რეალობიდან გამომდინარე რომ მართლა უსხურლის პირას ვართ მიყენებული და ამ შემთხვევაში ეს ამას თუ გაიცნობიერებენ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი იმ რეალურ ურთიერთობაზე იმ რეალურ გაერთიანებაზე და არა კიდე რაღაცა საკუთარი მერკანტილური ინტერესების განსახორციელება ეხლა რაც შეეხება აქ ბატონმა დავითმა აღნიშნა ორი ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამათ მიერ განხორციელებული რეფორმა თქვათ განათლების სფეროში და ეხლა აგერ ავტოტრანსპორტის საკითხზეც ერთმანეთზე უარესია ორივე მე თუ მკითხავთ და ძალიან ადვილად შეგვიძლია ამის დასაბუთება და უბრალოდ ერთ დეტალს გავუსვამ ხაზს ეს საერთო მნიშვნელია ორივე შემთხვევაში ორივე მაგალითის შემთხვევაში
მე მახსოვს და ჩვენ გვახსოვს ყველას პრემიერის და ministris ასეთი მკვეთრი განცხადება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და გადასინჯვას არის აღემდებარება და ასე შემდეგ და ასე გახსოვთ ეს ყველაფერი. ასე იყო ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შეერთების თაობაზე, გადაისინჯა კიდეც და შეიცვალა ეს ყველაფერი. ეხლა რა გზნობები გქონდათ ეს სხვა საკითხია, თქვენ მიზნები გამოძრაობდათ ეს სხვა საკითხია. იგივე პროცესს ვადევნებთ თვალს მთავრობის მხრიდან, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 6 წლის ასაკზე მეტის მანქანის შემოყვანა საქართველოში უნდა ესე იგი აკრძალეს და აკრძალეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გარემო და ეკოლოგიის დაცვა იყო მომიზეზებული. ანუ და ეს თვითონ ხალხის ჯანმრთელობას აისახებოდა. კი, მაგრამ თქვენ დაალოცულებო. აი მართლა სასწაული ხალხი ხართ რა ამ მთავრობაში. რატო ფიქრობთ იმას, რომ ქართული საზოგადოება და გონიერი ხალხი ვერ მიხვდება ამ თქვენს ამქვია აი სირაქლემის პრინციპიდან გამომდინარე, რა თქვა მტყუილს, კერძოდ. მაგრამ ეხლა თუ გადაიხდიან აგერ და კონკრეტული მაგალითი მოგახსენა თქვენ, აი ყველაზე საშუალო კუბატურის მქონე მანქანა, თქვა 2000 კუბი, ხო, რომ მანქანა არ გაიქცეოდა რაღაცას გავხდა. ხო, ესე იგი პრაქტიკულად 9000 ლარით გაუძვირეთ მისი შესყიდვა, ხო? 3000 კუბური მეტრის შემთხვევაში სადღაც 13500 ლარი ძვირდება მარტო დანარჩენს არ ვლაპარაკობ, ძვირდება მარტო იზღირებულების აღება. კი, მაგრამ თუ ფულის გადახდის შემდეგ მანქანა შემოიყვანს ადამიანი, ის ჯანმრთელობას არ აისახება? აი თქვენი მამალი ტყუილი, კოსატყუილება თქვენი ასეც ჩანს და გადაწყვეტილებები რა. ხო და აი ზუსტად იგივე იყო იმაში, რა ქვია, უნივერსიტეტებთან მიმართებაში, იქაც სხვა გზნობები ჰქონდათ, იქაც სხვა მუცლის გურემა აწუხებდა ხელისუფლებას, გაიყიდა ეს კორპუსები და ძალიან წარმატებით შეუდგებიან ალბათ ამის განხორციელებას. ისე თვითონ გითქვა, რომ მეც ზუსტად იმ შემცირებული პროფესორების რანგში აღმოჩნდები ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ მე იმისთვის ვიბრძოდი, აგერ ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ერთ საზოგადოებას იქაც გამოვდივდი მიტინგებზე, აქაც გავაკეთე საკრებულო მიმართვები, ყველა იმაში ჩართული ვიყავი წინააღმდეგობრივ მოძრაობაში და მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ საქართველოს თუ სახელმწიფოდ დარჩენა უწერია მას თავისი საინჟინრო კერა, აუცილებლად უმაღლესი განათლების საინჟინრო კერა აუცილებლად უნდა გააჩნდეს მით უმეტეს 104 წლის ისტორიის მქონე. ამ შემთხვევაში ამ გაერთიანების კატეგორიულ წინააღმდეგობრივ დანარჩენი ტაქტიკური საკითხებია, თუმცა საერთოდ მე მედიოლოგიის სფეროში ვარ და აი საგნები მიმყავს რამდენიმე უნივერსიტეტში და მე პედაგოგი შემიძლია აქედანაც ვეკამათო ნებისმიერ თუ რა თქმა უნდა ინებებენ და ან აქ დაждდებიან ჩვენთან ეთერში და საჭირო გვაქვს ეს მიმართვა გაკეთებული ან სადღაც მიგვიწევენ და დავსვამთ საკითხს შემდეგნაირად. რა პრინციპი არ მაინტერესებს ხა სხვა სფეროები, ხა მეტალურგიის ფაკულტეტი მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში რომც დარჩეს და გამოუშვა სტუდენტი, სადაც წავიდეს ის სტუდენტი. მეტალურგიის ქარხანა გაყიდული გაქვთ ელემენტარულად, ხო, გასხვისებული ხო, ჯართად გაყიდეთ და მე მახსოვს რუსთავიდან აი ერთ-ერთი ხისეული კალბატონი იყო ჩამოსული, მან თქვა ზუსტად სიტყვაში, ესე იგი 21 მილიონ ლარად გაიყიდა მეტალურგიული ქარხანა მთელი თავისი კომპლექტით, რა მაშინ როცა მისი ღირებულება იმ დროს როცა სააკაშვილმა გაასვეს მეტალურგიული ქარხანა, ხო, მისი ღირებულება შეადგენდა 850 მილიონ დოლარს. და ეს კონტროლის პალატის ანუ აუდიტის სამსახურის ოკმებითაც არის დაფიქსირებული და ყველაფერი. კი, მაგრამ ამაზე არ უნდა მოეთხოვოს სააკაშვილს და მის ხროვას პასუხი და შემდგომ ხელისუფლებასაც, რომლებიც ასე ასვისებდნენ ყველაფერს. ანუ ყველაფერი გაიყიდა, ყველაფერი უცხოელების ხელშია გადასული. აქ სწორად ითქვა საავადმყოფოები, უცხოელი მფლობელები ყავს, უნივერსიტეტები უცხოელებისა, უფრო მეც გეტყვით კიდე. მაგალითად, მე ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავარ და პროგრამა, რომელიც ჩემი ხელით არის შექმნილი და გაკეთებული, იქ აუცილებელი წესი, იძულების წესი. მე კი არ ჩამაწერინებს, რომ ჩაწერა იქ. ამერიკელი პროფესორი ვითომ თანახმდება, რომელსაც არაფერი არ მიუღია და ბიუჯეტიდან ფული იქნა გადახდილი მის სასარგებლოდ. გესმით ხო, რაზეა საუბარი? აი, რა დონეზე არიან დასულები ეს. იანკისტანის წარმომადგენლები და რაებს ითხოვენ, სრულ მონობას ითხოვენ აბსოლუტურად და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს და უნდა აღიკვეთოს იმ ფორმით და პრინციპით. მე ამას აბსოლუტურად გააზრებულად ვამბობ, როგორც ეს ისლანდიაში მოხდა და როგორც ოკუპი უოლ სტრიტის მაგალითზე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ როცა
ამერიკელ ოლიგარქებს და რაღაცა შიშის ზარი დასცა ოკუპი უოლ-სტრიტის ასე ვთქვათ პრინციპმა და მოძრაობამ. ამით იმის თქმა და ხაზგასმა მინდა რომ ხალხის ძალა, სადაც გაერთიანდება და ეს ენერგია დაეძრება ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მამულები არც კოცები არიან, არც ნაცები არიან და არც მოქალაქეები იყვნენ თავის დროზე, ან სამივე ერთად გაერთიანებული ვერ იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნა და მიმართვა ისეული და საღი ქართველებისადმი არის ერთადერთი გამოფხიზლდეთ ბატონებო და ქალბატონებო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ და ღმერთთან უკრას, მაგრამ შორს არ არის ეს დრო. აი ერთადერთი ამის მithare ქართულთა დიდი გაერთიანება შექმნილი, ეს არის სრულად უმართავე ვინმესგან, ყოველდღე ქართული ხალხი იქნება მისი მმართველი და წარმართველი, მისი გონიერი ნაწილი და ეს უნდა შევძლოთ ყველამ ერთად. დავით ბატონო, რაღაცის ჩართვა გინდოდა თქვენ და კომენტარს გაკეთება. მე მინდოდა მე შევხედოთ რამოდენიმე მიდია შეეხო დებატების თემას. ეს ახლა ბატონო, დებატები. საერთოდ თვითონ საინფორმაციო სისტემა. სადეთ ჩვენ მაგრამ საერთოდ ისეთი ეს არ თქვია საინფორმაციო სისტემა ისე აქვს შექმნილი, რომ ეს არის აბსოლუტურად ჩაკეტილი წრე. ხელისუფლებას ვინც უნდა ის მხოლოდ და მხოლოდ ის გადალახავს იმას და ისინი ასრულებენ ტელევიზიებში დანარჩენს მუდმივად დაკეტილია საინფორმაციო საშუალებები, რომელი ტელევიზიას გინდა ავიღოთ, გინდა სამთავრობო, გინდა ოპოზიციის იმას იწვევს და მთავრობის წევრებს, ის კიდევ პირიქით. აი ესეთი და იგივე ნაგავი, რომელზეც მე ზეგან ვილაპარაკე ახლა ვითომ ისევ კოალიცია უნდა შექმნა, ვითომ არა პირველივე დღეს ვერ დაჭამის ერთმანეთს, რავი, რაც შექმნან გამიცი კიდევ გასაყოფილი. ხო და ნუ ზავთვი ვიცი მაგრამ არ ვიცი ახლა. საზოგადოება როგორ უყურებს ამას არ ვიცი. გულისამრევი ეს ყველაფერი დებატებს აკრევენ და თან ახლა ძალიან სულ ტერმინი არის არაბიზაციაზეა. არაბიზაციაზეა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს მიწების აქ რამდენი ისინი ხო ზოგი არაბზია გაკიდული ზოგი ირანელზია ზოგი თურქზია ზოგი ებრაელზე და ასე შემდეგ ინდოელზე და ასე რა მნიშვნელობა აქვს ქართული მიწას ინდოელზე ინდოელი წამართმევს დავით გარეშ აზერბაიჯანელი თუ ის რა მნიშვნელობა აქვს ბიჭო წინ გიზით პრემიერი რომელმაც მოდიშით და აი არაფრად ჩააგდო ქართული ხალხი და პასუხი არ გასცა კაცო ამხელა ტირაჟირებულ დასავალში დაიბეჭდა რალი დასდო პიროვნება პრემიერ მინისტრომ ხელი მოაწერეს შენ და რა ქვია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა და გადაეცი დავით გარეჯა პრემიერი დუმს რამდენჯერ შევეხეთ ჩვენ ამ თემას რატო არის ჩუმად კაცო ეს ის ხო არ არის რაღაცა ორგობე ხო რაღაცა ისო შენ ეზოს ნაწილი ამ დებატებზე კითხვას არ დაუხსნამ სადღაც მაგაზე წინ უზის სამი ადამიანი ზის და მე პრეტენზია აქვს რომ ვითომ აი რაღაცა მაგრაი დებატეს აი შენ გამარჯვებული ხარ და თავი აქ ჩატის ხალხი შეყარის და ყოჩახ და სამარცხვინო არის და ერთმა ადამიანმა არ დაუსვა შეკითხვა. მე ის რა ქვია ეკონომიკის მინისტრის ქალბატონის ჭიათურის განვითარებაზე მუშაობს. ჭიათურის განვითარებაზე მაღაროელზე იმას ერთი იმ ლევან ლოქიფანეზე იყო ცოტა იმას ოდნა. ჭიათურის განვითარებაზე მუშაობს. ერთ რაიონში რომ 3000 მაღაროელიდან 2000 მაღაროელს რომ უმუშევარ დატოვეს. ეს იმ ქალაქის ხალხის შიმშილო პირი ამოიკერეს და პასუხი არ გაქვს. ეს იმ ქალაქის განადგურება არის თუ არა? მე კიდევ წელიწადზე მეტია. ეს ხალხი ხან შიმშილობენ, ხან პალატკებს შეერთ. ჯერ ამხელა თავხედი უნდა იყო ხელისუფლების წარმომადგენელი გექვა შენ და იქამდე არ ჩადიხარ და ხალხს არ ელაპარაკები. შენ მაგ პირობით აგირჩი ეს არჩევნებზე რო დავიხარ ხოლმე. რატომ არავინ არ ჩახვედით იქ? აქ რომ ჩამოვიდნენ მოშიმშილე ბიჭები და ერთი კვირა წვიმაში იდგნენ და კარავიც არ გააშლევინეს ესე ფეხზე იდგნენ იქ რომ მივედით შენ და გაწუწულები ერთმა არიკადრა კანცელარიიდან გამოსულიყო და ჩასულიყო რომელ ოჯახებში გაიზარდნენ ეს მიღებული პოლიტიკოსად არ ვარ იყარ უნანუსო ხარ თავხედი ხარ უსინდისო ხარ
არაფერი არ ახავს შენ ქართული ხალხისთვის, მაგრამ ისეთი რომ ვინ გაზარდა ამდენი ხალხი, ამდენი ამხელა კანცელარიაში ერთი ადამიანი არ მოიძებნა, რომ ჩასულიყვნენ ამ მაღალჭიათული მაღაროელებს და ესენი ისინი ხო არ არიან დიდი კისერი. სამკვდრო სასიცოცხლოს რომას ეწევიან. ოჯახიდან რო გადიან, ოჯახებს მშვიდობები ახორა, კაცო. ამხელა სიღრმეებზე ჩადიან და სიკვდილის სიცოცხლის ვარძე გადიან. და შენ ამათ ისე დონეზე მიიყვანეს ის მოხი ახალგაზრდას მე ვცნობდი. იქამდე მიიყვანა იმ თავხებმა რომ ერე ხელი გააკეთა თუ რაღაცა და 4 კაცი ციხეში გაუშვეს. აი ამითი რა მაგალითი უნდა მისცეს შენ ეს როდესაც შენ ასეთი ძიმებს აი ასეთი მსრომელებს მაღაროები ჭიათურელებს აპატიმრებ იმის გამო რომ შენ უნდა უსოთ მოეკეცი ზედ გადაუარე ღირსება შეულახე ყველაფერი და თავშიერი დატოვე და მე რატო შემოგიბრუნე და ციხეში უშვე ამის შემდეგ აქ ქვეყანაში რომ საქართველოს დავით თუ ნებას მომწონთ დავამატებ აი ფანტასტიკური ფაქტი გაიხსენე ხა შენ ჭიათურაში მომხდარი იმ პროვოკაციას რო გამოიწვია იმ ხალხმა და ეს 4 ბიჭი თუ მეტი არის არ მახსოვს ხა ზუსტად რამდენია 4-ია ხო მგონია საჟოს იხდის და მე მახსოვს სოციალურ ქსელში შეიძლება გია ნანახი გაქვს შენ ჭიათურის მოსახლეობა მიუვარდა იმ პიროვნებას სოფელში და მამა პაპური აქვე ადათობრივი სამართლით გაასამართლა და ძელზე გააკრეს აი ეს არის ზუსტად გამოფხიზლება ხალხის როცა სასამართლო არ გაგაჩნია და მე აქ დამაუწყა მაშინაც მე თქვა კი ვფიქრობდი ერთი მომენტი მაგრამ ეგრეთ წოდებული სასამართლო რეფორმა რომელიც იანკების ჩართულობით 1990-იან წლებში საქართველოში განხორციელდა რა შედეგი გვაქვს რა შედეგი გვაქვს დღეს სასამართლო მოგწონთ რაც არის აი იმისი რა ქვია რასაც ხელისუფლება უბრძანებს კიდე ერთი კიდე მეორე იმას აკეთებენ ზუსტად აი იქ ზუსტად ჭიათურის მომენტთან დაკავშირებით ის რა ქვია ხალხი რომ მიუვარდა იმ პიროვნებას და ასე ვთქვათ გამოაჭენეს ხო აი სახალხო სამართალი საზოგადოებრივი სამართალი მე მგონი უკვე დროა რომ იქნეს შემოღებული ერთი პერიოდი მახსოვს აი სააკაშვილის პერიოდში მე რედაქტორობდი გაზეთს ჟურნალს ყოველთვიურ ჟურნალს სამყარო და იქ დაავაყენის საკითხი ხო არ შევქონათ საზოგადოებრივი სასამართლო სახალხო სასამართლო და ხალხმა დაიწყო ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღება ხალხის გამოფხიზლების შედეგი ეს როცა ნახეთ ხალხს არაფერი არ გამოვიდა და დაკარგა სასამართლოს მიმართ რა ქვია ნდობა და შეეწინააღმდეგა მისი გადაწყვეტილებას აი ესე გააპროტესტა და იმ პიროვნებას მე არ ვიცი ხა იმას სოციალური თუ ყავს ახლობლები თუ ყავს რა მდგომარეობაში ხა წარმოდგენილი მაქვს მისი მდგომარეობა როგორ იქნება აი ესე მოექცევა ქართველი ხალხი საქართველოს ასე ვთქვათ ინტერესების გამკვიდელ ხელისუფლებებს რომელიც აგერ სამ წელზე მეტია გრძელდება ამიტომ ხალხის გამოფხიზლება რომელსაც ქართველთა დიდი გაერთიანებს აი ეს თითოეული წევრი და ჩვენი ფარგლამჟერები უჭერთ მხარს და ვიუწვით ეს არის ხალხის ბოლომდე გამოფხიზლება ფაქტებით დოკუმენტებით და სტატისტიკით სრული სურათი ამ პარტახიზაციის ამ ქვეყნის გაყიდვის ამ მიწების გასხვისების ეროვნული ინდუსტრიის განადგურების ეროვნული აგრარული სექტორის განადგურების კულტურის ყველაფრის განადგურების რეალური შედეგი დაუდოთ თვალწინ და თვალახელილი ქართველი მე სხვანაირად მოხდებს როგორც ბატონ მაგიამ თქვა კედელთან უსტურის პირას მიღებული ქართველი სხვა ძალა და გაერთიანებული ქართველის ენერგია ცოტა სხვანაირად დაისახება ყველაფერს. აი ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ გასულებით რასაც ვაკეთებთ ეს არის ხალხის ბოლომდე გამოფხიზლება დოკუმენტურად ფაქტებით იმითი და ისეთი წესიერი ხალხის შემოგრება რომელსაც სწორად აღნიშნეს შემომეგობრებმა რომელთაც ძიმე წარსული არ აქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ წამოსახებს და ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებინებს ერისა და ბერის და ხალხის საწინააღმდეგოს ხალხს რომ აი ელემენტარულად ეხლა თუ ესეთი დებატები არის სულთან და მართლაც გულწრფელი ისმის ხო პოლემიკა პოზიცია ოპოზიციას შორის რა უნდა ამის დასმა თუ წინ გიზის პრემიერი ბატონო პრემიერო თქვენ ასავალ-დასავალში ყველაზე დიდ ტირაჟიანმა გაზეთმა ოფიციალურად
ინტერვიუში დაიბეს დამგაზოში და ბრავი დაგდეს რომ გარეჯი გადაეცა. ანუ კითხვის დასასწრაფობა. მე კიდე ეს რა უბედურობა აქვს, კაცო, მაგაროს შევახედა, მაგაროს. კითხვის დასმას. ეს სოჭკი ვინ არის? აი, ესეთი ყველა ამოწვა ეს კრიმინალია უბედაცო, ხო? მე არ ვიცი ზუსტად რა გონი იქ აი, ის ფლობელი, დიახ, ხო და წინას მგონი ხო და არ ვიცი ეს ერთმანეთს აბარებენ ვიღაცა სოჭკი რომელიც აი ეს მშიერი ჭიათურელები მიარდნენ მაღაროელები იმ დღეს გადაიგეს და აჩვენეს ვერ შეყვანით ხელა გალავნები და სასახლეები და აი გეგონება მე-12 საუკუნეში აი გალერეაში შუა საუკუნეებში მეფეთა სასახლეები და ისინი აქ აგებული ხო? ვისი დიდდება ეს ამჩენი გასაწყლებული მაღაროელების ტიმი? ჩვენი ეროვნული საუნდტრაკი კიდევ რომ მონაწილეობენ კაცო და ეცარამობენ მაღაროელებს ერთი ენა არ დაუსველებია. იგი მაღაროში როცა მაღაროელებთან რო ჩავიდა მაშინ გაფიცულებთან და გამარჯობა ჭიათურა ესე რო შებოდა იგი და ვითომ ახლა ეს ფარისევლობა რა ხვდებით რა ვიზეც ვიზარ ეს ფარისევლობა დამთავრდეს და აი კიდევ ბიჭებთან ერთი დღე არ მისულა კანცელარიასთან გარშემო უთხავდა იწრეს და ძალიან კარგად დაინახეს იმ ბიჭებმა თავად დაინახეს და მე და დემური ვაკითხავდით მარკო აი ამ ბიჭებს აი ჩვენი გაერთიანება ვაკითხავდა იგი არავინ არ მისულა სხვა და არავის სოლიდარობა არ გამოუცხადებია კი ბატონო იგივე სიტუაცია ბალდაში ჩვენ ეს აღნიშნეთ კიდე დეკაცოვალების ჩასვლას ფეხებზე კიდია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ რაღაცა გაკვეული თვეების შემდეგ თვეების შემდეგ ძლივს ვიღაცა წარმომადგენელი გაგზავნა ხოლმე მაგასთან როცა დედები ოჯახის დედები კუჩაში იდგნენ შიმშილობდნენ და კარავში ცხოვრობდნენ და ისე თვითონ იცავდნენ ამ მოძალადე ეგრეთ წოდებული ინვესტორებისგან რა ინვესტორების ყავთ მოყვანილი ძალიან კარგად ვიცით ვისი შეკვეთა ეს და საიდან მოდის ეს შეკვეთა და რა უნდა კოლექტიურ დასავლეთ საქართველოსგან ესეც კარგად მოგვეხსენება ამიტომ ბოლომდე მინდა თვალები აუხილოთ იმ ხალხს რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ ამ რაღაცა ფინტიკუშკა რაღაცა დაპირებების უცხოეთიდან რომ თვითონ ეს უცხოური ინვესტიციები აგვაშენებს პირდაპირ ანუ პირიქით არის საუბარი და ჩვენ არაერთი გადაცემა და არაერთი საოცარი სპეციალისტი ყავდა ეთერში მოწვეულია მათ გასაგებად დაუხსნეს ქართულ ხალხს პირდაპირ ინვესტიციის დამანგრეველი შედეგები აისახება ჩვენერ პატარა ქვეყანაზე კი არა უფრო დიდ ქვეყანაზე და ასე იყიდება ქვეყანა. ხედავთ ამ შედეგებს 25 წელმა ყველა გამოახიზლა პრაქტიკულად თუ კიდევ ვინმეა იმეს დარჩენილი რომ კიდე შეერა ამ კოლექტიური დასავლეთის კეთილდღეობის საბატონო შედეგები აგერბა და გამსაზღვროთ ყველაფერი რა. საერთოდ ნათქვამია ყველაფერი ღვთისნებაა. ასეც მაგრამ შენ თუ არის ვარგე ის მადლი დამთავრდა რომელი მადლიც ჩვენ ოჯახებზე და საქართველოსზე გამოდის ღვთისგან ისე არ გადმოვა შენ უნდა იყო ვირსი იმადლის ბატონო მახსენდება შევარნადეს არ ნათქვამი ჯაბაიოსელიანზე ისო კია ჩემი მეგობარი როცა კითხეს დამოკიდებულებაზე მაგრამ მე კი არა ვარ მისი მეგობარი ის ეს არა ის ჩვენი ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორები გვეტყვია ჩვენ კი თქვენ კი ხართ ჩვენი სტრატეგიული მეგობარი მაგრამ ჩვენ არა ვართ საქმეზე რომ მიდგება მასეც მოხდება ამიტომ ხოლმე ისევ ჩვენ ქართველები თუ კი შევძლებთ საკუთარი პრობლემის გადაშენებას ნურავის იმედზე გვიქია აი როცა ვივარგებთ მე დაინტერესდება შენით ის აღმოსავლეთის ის დასავლეთის და დანარჩენი და საერთოდ დათქვამია ის რომ ყველაფერი უბედურება მოდის უნდა და ჩვენ თუ არ შევეწინააღმდეგებით ამას ყველაფერს ხვანდელი დღე არ იქნებოდა ის შეშმარდებოდა სიბადე საქართველოში ვექნება და ისევ იმედი მაქვს ქართველი კაცის რომ შეძლებს საკუთარ თავში ამის ძალას მონახავს იმიტომ რომ ისტორიების რომლებაში რო გადავხედოთ მხოლოდ საკუთარი გონის ბრძოლის და საკუთარი ნიჭის წყალობით მოვიდა დღე და ვერავინ ვერ იტყვის რომ აი ვიღაცის კეთილინების უცხო ქვეყნის კეთილინებით არის საქართველოს დღემდე მოსული ისე იგივე უნდა მოხდეს და იგივე პროცესები უნდა წარიმართოს საქართველოში. აგაშენ ალბათო, მეც მანდავა ჩვენ გვახსოვს და ქართულმა საზოგადოებამ იცის იგივე 18-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოში თქვათ როგორ მოქმედებდნენ ბრიტანელები, როგორ მოქმედებდნენ გერმანელები, როგორ ადარებდნენ თავიანთ ინტერესებს, როგორ გაქონდათ ახალგაზრდებს ბოლომდე დათვლილი არ არის არაფერი და უბრალოდ ამ კოლექტიური დასავლეთის
არ მინდა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ესე გონზოს თეორიის მიხედვით შეიძლება გამოა შლუხობა რა, ბოდიშვიფტი ამ ჟარგონისთვის მაყურებელს ისტორიას და ზოგადად ყველაფერს ღირსია. დამოკიდებულება ბელორუსის მიმართ, ხო საყოველთაოდ შერაცხნულად ყავთ ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო დიქტატორად, ვითომ გამანადგურებლად ქვეყნის და რაღაც. ეხლა როგორ დაუწყეს ჩალიჩი? ეხლა ხო დაუწყეს ჩალიჩი. დათვა პოლიტიკა. ხო, დამთავრდა რა. ესე იგი ეხლა არ არის დიქტატორი მაგათვის? კაც ერთი გოჯიმი წარ გაუყიდია, ერთი ფაბრიკა არ ჩამოშლია, ერთი აქვეა ქარხანა არ გაუნადგურებია, არ გაუსხისებია არავისთვის. და ზუსტად ეგ არ მოეწონათ რა. მე მგონი ყველასთვის ცნობილია იმან ჰანტერ ბაიდენმა ჯო ბაიდენის შვილმა, როცა ამერიკის პრეზიდენტი იყო, 500,000 ჰექტარი რო აქვს ნაყიდი იმაში შავმიწანი იადაგი უკრაინაში მარტო ჩემთვის არის ცნობილი ეს ფაქტი, თქვენც იცით ხო ყველა? ანუ რაც აქვს მიზანი ეგერ არის ბატონო. და უპირველესად 90-იან წლებში როცა რაღაცა იმედის თვალი ქონდა ამერიკელებისკენ მიმყრობილი ჩვენს მაშინდელ პრეზიდენტს ბატონო შევარდნაძეს ამ ქვეყნის გამყიდველს. რას ითხოვდნენ პირველი? რომ პრივატიზაცია. და პრივატიზაციის პროცესი რა გახდა პრიხვატიზაცია, რა თქმა უნდა. ნუ ეს დიდი თემებია, თქვენ ჩვენი განწყობა იცით და მიდგომა ქართულთა დიდი გაერთიანების აბსოლუტურად სწორია ამ შემთხვევაში. ჩვენ მიმოქმედოთ ისე, რაც იქნება ქართული ხალხის ინტერესებში, რაც თქვენი და ჩვენი სამშობლოს ინტერესებში იქნება. გვეყო 35 წლიანი პარტიზაცია. ხა ერთი დეტალი, ერთი ფაქტი, რომელზეც ჩვენ მე უბრალოდ ცოტა ბოლოს შემოვინახეს, რომელზეც ჩვენ უკვე დავით ათფირეთ ეთერში შემოსვლა უნდა, ეს არის 31 მარტის ღონისძიება, როცა ქართულთა დიდი გაერთიანება საქართველოს გენერალური პროკურატურის წინ გამართავს საინფორმაციო რა ვიცი რაც გინდათ ის და ამას ბრიფინგი, ინფორმირება იქნება, მოხდება ხალხის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა შეკითხვებს ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ შეკითხვებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და დავსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას. როდის დამთავრდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება, როდის დაესმება წერტილი და როდის ვიხილავთ განსაცდელის იმათ, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდგა. თუ მაინც და მაინც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის არ იყოს, რაღაცა ნახევარ საუკუნემდე უფრო მეტმა უნდა გაიაროს, რომ შეფასდეს ეს ყველაფერი და მე რაღაცა აქვს შეფასებას ახლა შევარდნაძე გარდაცვლილია და მას ვერავინ ვერ გადასამართლებს, ის იყო პირველი შემკვეთი ამ ყველაფერს და ის არის გაკეთებული, მაგრამ ჯერ კიდევ არის ხალხი, რომელთაც ქართულმა საზოგადოებამ პასუხი უნდა მოთხოვოს. ჩვენ ამ საკითხებს, რა თქმა უნდა, ამ საინფორმაციო ბრიფინგზე დავარენებთ, ქართულთა დიდი გაერთიანება. მე მაქვს ხო, ბატონო გია უფლება რომ მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, მე მით უმეტეს მთელი 94 წლიდან 1994 წლიდან მოყოლებული ჟურნალისტურ გამოძიებას პასუხობ ამ საკითხზე და ჩემი გარკვეული დასკვნები გარკვეულზე მეტი დასკვნები მაქვს და ჩემი მე არ ვუსვამ ამას ჩვენი ინიციატივა თქვენთან შეჯერებული შეთანხმება მე ვარ გუნდური მოთამაშე და ასე ვფიქრობ ზუსტად ჩვენ კაცრად დავსვამთ ამ საკითხს სამართლებრივად და ერთხელ და სამუდამოდ თუ ვართ ქვეყანა და შემდგარი ხო რაღაცას უნდა დაესვას ეთერი თუმცა ახალ მოგახსენებთ ჩემს პროგნოზს. დიდი ეჭვი მაქვს, ძალიან დიდი ეჭვი, იმიტომ რომ პუტჩის ორგანიზატორები, ვინც იყვნენ და ვინც გააკეთა ეს, ისინი დღესაც და მათ შემოვლებული დღესაც ხელისუფლებაში არიან და მათ ინტერესებში, რა თქმა უნდა, ეს არ შევა, მაგრამ ჩვენ გონიერ ქართველებს კიდევ ერთხელ მოუწოდებთ გამოფხიზლებისკენ, მოუწოდებთ იმისკენ, რომ ეს საკითხი სამართლებრივად იქნას ბოლომდე მიყვანილი. კეთილი მოკლედ ეხლა ჩვენ თითქმის 1 საათია უკვე მუშაობთ ეთერში, ზოგადად მონახასი გავაკეთეთ, რას ვაპირებთ, ეს არის ჩვენი აქტიურობა, გასვლა ყველა რეგიონში, ყველა რეგიონს მოვიცათ აბსოლუტურად, აქედანვე მოგმართავთ გონიერ და საქართველოს იაქტიურეთ ბატონებო, შეგვეხმიანეთ, გააკეთეთ თქვენი ასე ვთქვათ პატარა უჯრედი, პატარა ბირთვი შეეკრიბეთ ჩვენ ყველასთან მოვალთ, ან თქვენ მოგზავნით ჩვენთან და ვთქვათ და ეს ყველაფერი საერთო სურათი ესე პაზლებივით ავაწყოთ ერთმანეთში, დავდოთ ძალიან მძიმე სურათი რაც გჭირს და კი არ ვიბაგლახოთ და კი არ ვიშვიშოს მოგიდოთ, მივყვეთ და ვიშვიშოთ, არამედ ვიმოქმედოთ. და მე ბატონ გიასკმის არ იყოს მოქმედებაში მოსული ქართველი, საღი ქართველი და საქართველოს გაერთიანება ისეთ სინერგეტიკაში მოვა რომ ტერი დაინახავს, გარედაშინაური ტერი დაინახავს, რაც გჭირს, რაც დაგვემართა და რა დღესაც დავაყრით მათ.
თუ არაფერი გაქვს დასამატებელი, მაშინ ბრიფინგის თემას შევეხები მეც. ვის თემას? ბრიფინგის თემას. კი ბატონო. დავამთავროთ ამით, იმიტომ რომ თავისთავად ეს რომელსაც ეს ინიციატივა გააჟღერა ბატონმა გილამჩევი მაშინვე დავეთანხმეთ და საერთოდ ძალიან უმნიშვნელოვანესი თემა და ცენტრალური თემაა ეს. ამის გარეშე ქართული სახელმწიფო არ შედგება, ადრე იქნება თუ გვიან იქნება საქართველოს პრეზიდენტის პირველი პრეზიდენტის კვლელობა დამოუკიდებლობის გამოცხადებელი აბსოლუტურად ესე იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენების კვლელობა დღემდე გამოძიებული არ იყოს ეს სახელმწიფო ეს შედგება. უნდა არ უნდა ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მეორე ჩვენ კაცრად უნდა მოვთხოვოთ 74 წლის მანძილზე 32 წელი კვლელობიდან 32 წლის მანძილზე რა გამოიძიეს გვაჩვენონ? აი ვთქვათ, ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რა გააკეთეს ხელფასო იღებდნენ ქართველი ხალხი. რა გააკეთეს 72 წლის მანძილზე? მეორე პრეზიდენტი აღიარებულია თვითონ რეჟიმის მიერ კანონიერ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ლეგიტიმურ პრეზიდენტს რო ტყეში დაძლებდნენ ავტომატები. თქვათ, კვლელი ვერ დაადგინეს. ეს ხალხი ხო იცი ავტომატებით რომ დაძლებდნენ ვინ იყო. სად არის ეს ხალხი, რატომ არ არის დაკავებული, დაპატიმრებული და გასამართლებელი? მარტო კვლელობაზე ხო არ არის საქმე. ესენი ხო პოტენციური კვლელები იყვნენ, რომელსაც მიეცემოდა შანსი ესწროდნენ, ხო? ავტომატით დაძლებდნენ. ეხლა სად არის ბატონო დავიდა ერთი დიდუბის პანთეონში გესვენია მეორე ქაშვეთის დასწრებია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი იყო გულას რაზმისევრების და ამათაც ხო და ეხლა თქვენ რო გულვასადაც პანთეონშია დიდი და რა თქმა უნდა მე ვერ გამსახურდა ვერავის შევადგენ რა თქვენ რო გაეკიდოთ დღეს ეხლა პრეზიდენტს ავტომატით არ დაგიჭერე? დაუშავე არ არის კაცო ყაველაში თქო მაგრამ ყაველაში ვისთვის უნდა გაეკიდო გავიცი მაგრამ რო გაეკიდო არ დაგაპატიმრე. ეს შეიძლება ფიგურულ რაში ცურაობაში, შევეჯიბროთ. მე ყველა ჩვენს ქართველთა დიდი გაერთიანების წევს გულიდასული ხო იქ არ არის მართალია ძალიან დიდი რაოდენობა აუცილებელი, მაგრამ თუ კი იქნება პირიქით უკეთესია ეს ამ ბრიფინგზე ჩვენ მოვიწვევთ ყველა ტელევიზიას. აქედან ვეპატიჟებით ყველა. აქედან ვეპატიჟებით და როგორ მოვლენ ალბათ 12 საათს საერთოდ თვითონ მედია ეძახის ხოლმე ყველაზე კარგი ის არის რომ დრო გასაგებია. შევხედავ და გამოვაცხადებთ 31-ში რეფერენდუმის დღეს და რა ვიცი, სხვა რა უნდა გითხრათ, უნდა მოვზარდეთ და ჩვენ ქართველთა გაერთიანების საერთგვერდიდან აუცილებლად გამახორციელებთ პირდაპირ ეთერს, დავწერა ტელევიზია არა. ბატონო, რახან შეეხეთ იმას, რომ უნდა დამთავრდეს სამართლებრივი, რო გვაჩვენონ რა გააკეთეს, აი რო გვაჩვენონ რა გააკეთეს სამართალდამცავ სტრუქტურებმა, ამისთვის აუცილებელია იმ კანონის დაცვა, რაც ზოგადად არის მსოფლიოს ცნობილი. სხვაშორის ამერიკაშიც მქონია ამ თემაზე მათთან საუბარი, იქ სანამ საქმე არ დასრულდება, მანამდე იქ ჟურნალისტებს ხელი ჩაყოფის საშუალება არ აქვს, საერთოდ აქაც არის სამოს ქართული კანონმდებლობა სიტუაცია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რა ამ 32 წლის მანძილზე რა გამოიძიეს და ამთავრონ ეს ყველაფერი საქმე დაახლოებით გამოაცხადონ, გადააგზავნონ ართულში, მე ყველა ჟურნალისტი გამომძებელი იქნება თუ სხვა იქნება, აქვს იმისი უკვე რომ მოითხოვოს ეს ყველაფერი, ნახოს უკვე საქმის ტომების მიხედვით გავყეთ ყველაფერს და არაფერი დიდი ის არ ჭირდება, მაგალითად რამდენიმე გადაცემა რომ ახლა სხვადასხვა იმისი, თუნდაც იგივე პრეზიდენტის დაცვის უფროსის მარგვენანის, აი იქვე დაიჭერ ყვილებში, მოსატყუილობაში, იქვე დაიჭერ, არაფერი პრობლემას ეს არ წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაამთავროს ავტო კარგად დასვას წერტილი და გამოაცხადოს ოფიციალურად ქართულ ხალხს უთხრას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების საქმე დასრულებულია და მე უკვე საზოგადოებას სრულუფლება ექნება სიგნალიზაციულად გაიცნოს ამ ყველაფერს რა დონეზე და როგორ პროფესიონალურად შესრულდა ეს საქმე გამოძიების თვალსაზრისით. დღეს თუ მეტი არაფერი რამდენიმე ხარ გონებოდ გია ბატონო დათვალიერებდა თუ არაფერი მეტი მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ქართულთა დიდი გაერთიანება იგულეთ თქვენს გვერდით დიდ თემებზე სასაუბრობ და დიდი შემართებისთვის მებრძოლი. ჩვენი გაერთიანების იყო საუბარი. ახლა მომავალ შეხვედრამდე.